სატყეო სკოლა 2026 პროექტი, რომელიც უკვე მეხუთე წელია ხორციელდება, წელს მე-7-დან მე-9 კლასის ჩათვლით მოსწავლეებს მასპინძლობს. ერთი კვირის განმავლობაში მოზარდებმა თეორიული კურსი გაიარეს, პრაქტიკულ აქტივობებში კი უშუალოდ ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე ჩაერთნენ. მთელი ქვეყნის მასშტაბით ღია კონკურსით შერჩეულმა მოზარდებმა ცოდნა გარემოს დაცვით საკითხებში გაიღრმავეს. როგორ მუშაობს ტყის ეკოსისტემა, რა გავლენას ახდენს კლიმატის ცვლილება ბუნებაზე და როგორია მეტყევის პროფესია. სატყეო სკოლამ ახალგაზრდებს ამ და სხვა მნიშვნელოვანი თემების შესახებ ამომწურავი ინფორმაცია გაუზიარა. უნდა მიხვიდეთ კონკრეტულ ხის სახეობასთან. თქვენი მიზანი არის, რომ მიხვიდეთ პირველ რიგში ამ კოორდინატთან, შემდეგ ზუსტად ამ კუთხიდან, აი რა კუთხეც ამ ფოტოში ჩანს. გადავღოთ იგივე ფოტო სცენარის. სატყეო თამაშის პირველი დავალება მიღებულია. ბანაკის მოსწავლეებს მასწავლებლებისგან კოორდინატები გადაეცათ და ახლა მათ რუკის საშუალებით უნდა მიაკვლიონ მცენარეს და მისი სახეობაც გაარკვიონ. თეორიულ სწავლებას პრაქტიკული დავალება ცვლის. 4 გუნდად დაყოფილი 16 მოსწავლე ლიკანის ტყეში დავალების შესრულებას შეუდგა. მცენარეების პოვნა გაცილებით ადვილი აღმოჩნდა, ვიდრე მათ სახეობებში გარკვევა. ჩვენ ეს კოორდინატები ავიღეთ და შევიყვანეთ Google-ში. Google-მა გვაჩვენა თვითონ ტერიტორია, სად იყო ეს კოორდინატები, სად მდებარეობდა. ჩვენ Google-ს გამოვყევით და მოგვიყვანა ამ ხესთან. ეროვნული ხევი პოვით. წიწვოვანი, ფოთლოვანი, შერეული. თითქმის ყველა ტიპის ხე და რთულია ესე ფაქტი დასახელება. გავუბრღოთ ეს ხე და გავიგოთ შემდეგ მისი ასაკი, ხო? ამ ხელსაწყოებით ხის სავარაუდო ასაკს და სიმაღლეს ზომავენ. რამდენი გამოვიდა სიმაღლე? 26 მეტრი. ეს ყველაფერი ახალგაზრდებს ეხმარება ბუნება არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკული გამოცდილების მიღებითაც შეიმეცნონ. 65. სატყეო სკოლა მათთვის შესაძლებლობაა უკეთ გაეცნონ ტყის ეკოსისტემებს და ბიომრავალფეროვნებას. ყველაზე ძალიან ბავშვებს დააინტერესათ მაგალითად ხის ასაკის დადგენა თუ როგორ ხდება. მარტივ კითხვებსაც უსმევდით და ყველა მიცოდა რომ ხეს თუ მოვჭრით მათი რგოლების დათვლით შეგვიძლია ხის ასაკის დადგენა და მათთვის საინტერესო იყო ხის ესე ვთქვათ მოჭრის გარეშე თუ როგორ შეიძლება და ხის ასაკის დადგენა. წინა წელთან შედარებით აქტივობები ახლა უფრო მრავალფეროვანი გახდა ამ წელს, უფრო მეტი აქტივობა არის ველზე, მაგალითად ხვალ მოსწავლეებს ელოდებათ ლაშქრობა ტყეში, სადაც საკმაოდ დიდი მანძილის დაფარვაც მოუწევს, 10 კილომეტრზე მეტის დაფარვა მოუწევთ მათ ბორჯომ-ხარაგაულის ტერიტორიაზე, ბორჯომის ტყეში. სატყეო ბანაკში წელს 400 აპლიკანტიდან 16 მოსწავლე შეირჩა. მე-7-მე-9 კლასის მოსწავლეებმა ერთი კვირის განმავლობაში თეორიული სწავლება ლიკანი ბორჯომის სასტუმროში, ხოლო პრაქტიკული აქტივობები ბორჯომ-ხარაგაულის ნაციონალურ პარკში გაიარეს. ამ ასაკში უყალიბდებათ, შემდგომ კარიერის მიმართულებით, საით გაიღრმავონ ცოდნა და ჩვენ ვაძლევთ მათ საშუალებას შეხვდნენ არაერთ ექსპერტს გარემოს დაცვითი მიმართულებით და გაიაზრონ, რამდენად მნიშვნელოვანი იქნება მათთვის გაყვნენ ამა თუ იმ პროფესიას გარემოს დაცვითი მიმართულებით. მით უფრო რომ სატყეო სექტორშიც არაერთი პროფესია არის დეფიციტური. ძალიან მომწონს ბუნება და ბუნებასთან კონტაქტი, რაღაცნაირად მინდოდა რომ მეტი გამოცდილება მიმიღო, მეტი ცოდნა მიმიღო და იმიტომაც მინდოდა წამოსვლა რომ აქ მიღებული გამოცდილება შემდეგ მე ჩემს რეალურ ცხოვრებაში გადამეტანა. ბანაკში მონაწილეობა იმიტომ გვიყვარს რომ მე ვცხოვრობ თბილისში და თბილისში არ არის ესე მარტივად მოსაზემნი ტყე, რადგან არის უბინძურეს ჰაერი, მანქანების გამონაბოლქვი და აქ ამ ტყეში ამ ბანაკში მონაწილეობა და ამ ტყეში ყოველდღე გამოსვლამ პრაქტიკული და ასევე თეორიული გაკვეთილების მიღებამ უდიდეს გამოცდილება და ასევე სიამოვნებაც მომენჯა. ეს არის სპეციალური ტესტერი, რომელიც უცვლის ფერს იმის მიხედვით, თუ როგორი ქიმიური შემადგენლობაა ამ ჩვენს კოლბაში. აი ამ ფერებით უნდა გავიგოთ ჩვენ რომელი ნიადაგი გვაქვს, რომ განსაზღვროთ რომელი სახეობა დავიღოთ. იმისთვის რომ ნიადაგის მჟავიანობა განსაზღვრონ, ჭრილი გააკეთეს, საიდანაც ნიმუში აიღეს. აი ბოთლის ძირი უნდა შევასწროთ ნიადაგი. მასწავლებელი აჩვენებს თუ როგორ შეიფერება ნიმუში სპეციალური ხსნარის საშუალებით.
ჩვენ გავაკეთეთ ნიადაგი და გამოვიდა ტუტე ნიადაგი. დროის უმეტესი ნაწილი სწორედ საველე მეცადინეობას აქვს დათმობილი. ეს ბანაკი არის რაღაც საოცრება, რა წარმოდგენებიც მქონდა სიმართლე რომ გითხრათ აქ რომ მოვედი, აი ეს წარმოდგენები გაიზარდა და გაიზარდა, რადგან ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რაღაცებსაც ვაკეთებთ, რასაც საერთოდ ვერ წარმოვიდგენდი რომ აქ გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ ეს ყველაფერი ისეთი საინტერესოა რომ ძალიან ბევრი ჩვენგანი შეიძლება მათ ჩვენი მომავალი პროფესია ამ სფეროს დავუკავშიროთ, რადგან ძალიან საინტერესოა რეინჯერის ცხოვრება, ტყის მუშაკის ცხოვრება და სხვადასხვა რაღაცაები. ბანაკის ყველაზე საინტერესო ნაწილი ლაშქრობაზე წასვლა. ცოდნა, რაც პრაქტიკული თუ თეორიული სწავლების დროს მიიღეს, აქ სრულიად ვლინდება. ახლა იციან, რომ ტყეში უსაფრთხო გადაადგილებისა და ქცევის წესების დაცვა აუცილებელია. ისწავლეს, როგორ დაანთონ ტყეში კოცონი და გაშალონ კარავი. გაეცნენ, როგორ ხორციელდება ტყის მონიტორინგი და როგორია კანონის აღსრულების მექანიზმები. შეხვდნენ მეტყევეებს და გაიგეს სატყეო სექტორში არსებული პროფესიების შესახებ. ზოგადად ეს პროექტი ახალგაზრდებს ეხმარება რომ შეძლონ გარემოში ნავიგაცია, გარემოსთან ადაპტაცია, სახეობების ამოცნობა, ისეთ სახეობების მაგალითად არამერქნული რესურსების არის როგორც არის მაგალითად მცენარის ნაწილები, რითაც შეიძლება ჩაის დამზადება, საკვების დამზადება და დაეხმარება მათ რომ ასე ვთქვათ უკეთ შეიმეცნონ გარემო. სატყეოს სკოლა გარემოს დაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ახალგაზრდული ინიციატივაა, რომელიც ცენტრში უკვე უკანასკნელი 5 წლის განმავლობაში მიმდინარეობს. მიმდინარე წლის სატყეო სკოლის მხარდაჭერას წარმოადგენს GIZ-ის პროექტის ეკო ჯორჯია და სწორედაც ამ მიზნით ჩვენ მაქსიმალურად ვეცადეთ, რომ მიმდინარე წლის სატყეო სკოლის შინაარსობრივი ნაწილი დაგვეახლოვებინა გერმანული სატყეო სკოლის მოდელს. ბანაკში ბავშვები არა მხოლოდ თავგადასავლებსა და ახალ ცოდნას იძენენ, არამედ ყველაზე მნიშვნელოვან გაკვეთილსაც სწავლობენ, ბუნების სიყვარულს და გარემოს დაცვაში საკუთარი როლის მნიშვნელობას, ღირებულებას, რომელიც ყველა ადამიანში ბავშვობიდანვე უნდა დაინერგოს.